ამჯერად ქორის საქართველოდან ნიუ-იორკში საუთჰემპტონში ჩამოიტანეს. ეს უცხო ფორმის ჭურჭელი, როგორც ამას ამერიკელები უწოდებენ, ახლა სერგოთბილმა უნდა მოხატოს და დამთვალიერებლებს ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნოს. ქორის მოხატვის იდეა გამოფენის ორგანიზატორებმაც მალევე აიტაცეს და ის დღის მთავარ ივენთად დასახელდა. სიმბოლურიც არის. ქართულია უშუალოდ. 1200 წლისაა ეს ქვევრი. და აქედან გამომდინარე თემატიკაც არის ალბათ უნდა დავიტანოთ ის თემატიკა, კოლხეთის თემატიკა უნდა დავიტანოთ, თრიალეთის. აი თრიალეთის თასიდან გამომდინარე, აი იმ თემატიკას უფრო უნდა მივუახლოვდეთ. 300 კილოგრამამდე იწონის შეფუთული ეს ქვევრი და ამ ქვევრის, ასე ვთქვათ, თავგადასავალი დაიწყო კახეთში, კახეთიდან წამოვიდა კინოქვევრის ყველას გვინახავს და ქვევრის მსგავსად მანქანის საბარგულის უკანა ნაწილში პიკაპის უკანა ნაწილით შატომერემ გადმოგვცა ეს ქვევრი რომ მოეარა ამერიკის სივრცე. ჰემპტოს ფაინ არტ-ფეარის კარი მხოლოდ ქართული ქვევრისთვის არ გახსნილა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე არტ-გალერი ლაინმა თანამედროვე მხატვრობის ნამუშევრებიც გამოიტანა და ქართველი მხატვრები ამერიკელ დამთვალიერებლებს და არა მხოლოდ კიდევ უფრო ახლოდან გააცნო. ეს არის ძიმა ანთაძის ნამუშევარი, საოცარი ტექნიკით შესრულებული და მისი ხელწერა არის სრულიად გამორჩეული. არის სერგო თბილელის ნამუშევარი, ბედის მხარგველები, რომელიც შერეული ტექნიკით აქვს შექმნილი, რაც მას ახასიათებს ზოგადად. ეს არის ხეში შესრულებული და ცენტრში არის ტილოზე დაწერილი ნამუშევარი. ზევით არის ასევე წარმოდგენილი ძიმა ანთაძის ნაჭურმორტი, რომელიც შექმნილია ბრინჯის ფურცელზე, ლომების ოჯახი ასევე მამუკა მიქელაძის. ეს არის საოცარი ოჯახური, ასე ვთქვათ, იდილია და სიძლიერე, რაც ასევე მე ვიტყოდი, რომ ძალიან შერწყმულია ჩვენ ქართულ კულტურასთან და ფესვებთან. აი ეს ფასეულობები, რაც გააჩნია ზოგადად საქართველოს. რაც შეეხება ალექსანდრე ბერდიშევის ამ საოცარ ექსპერიმენტულ შეიძლება ითქვას ნამუშევარს. ეს არის გამოყენებული გაზეთები, ასე ვთქვათ, რომელიც ინახავს ისტორიას. თითოეული გაზეთი და თითოეული გაზეთის ფურცელი ეს არის რაღაცა ამბავი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, შეჭმუხნული, შემცირებული, მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მატარებელი. ყველაფერი ერთ პატარა კუთხეშია გაერთიანებული. აქ მთელი საქართველოს ნახვა შეგიძლია. საოცარი ნამუშევრებია. ეს ადამიანებიც ისე გაცნობენ თავიანთ ქვეყანას, მათი ნაწილი ხდები. სასწაულია. ერთი სიტყვით ვიტყვი. ეს უბრალოდ საოცრებაა. ჰემპტოს ფაინ არტ-ფეარი დამთვალიერებელს 1 წლით დაემშვიდობა. მომავალ წელს უკვე აქ სხვა ქართული ნამუშევრები ჩამოვა, თუმცა წლევანდელი შეფასებებით საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე, მსოფლიო ქართულს კიდევ უფრო ახლოდან უნდა იცნობდეს. თამუნა ქემერტელიძე, ამერიკის ხმა, ნიუ-იორკი.